როგორ უნდა მიხვდეთ, რომ თქვენს მამაკაცს აქვს ჯადო გაკეთებული? მამაკაცი იცვლება მოულოდნელად და რადიკალურად. შეიძლება საერთოდ სახლიდან წავიდეს, ან ისეთი ოქსიური გახდეს ერთ წუთში, თქვათ ერთი კვირა იყოს საშინელი, ეზიზღებოდეთ და 5 წუთში გახდეს ანგელოზივით და გეუბნებოდეთ, რომ მიყვარხართ. ან შეიძლება ნახევარი დღე იყოს საშინელი და შემდეგ თქვენზე ამოსდიოდეთ მზე და მთვარე. მამაკაცი იწყებს გაღიზიანებას ნებისმიერ ელემენტარულ თემაზე შეიძლება ისე იკამათოს, რომ ადრე ვერც წარმოგედგინათ. ყველაზე უცნაური ის არის, რომ უყურებ ამ მამაკაცს და ფიქრობ, ეს ესეთი იყო, ანუ საიდან, რატომ ჩხუბობს ესე, რას აკეთებს, ხო? როდესაც ადამიანს უყვარხარ, მნიშვნელობა არ აქვს, უყვარდი, შეიძლება უბრალოდ მოსწონდი, გამორიცხულია, რომ ჯადოს გაკეთების გარეშე ადამიანმა რადიკალურად შეიცვალოს თქვენზე წარმოდგენა. ან ძალიან ეზიზღებით, ხან ძალიან ეზიზღებით, ხან ძალიან უყვარხართ. მერწმუნეთ, რომ ეს არ არის ნორმალური და არანაირ ჩარჩოებში არ ჩდება. მანიპულატორი კაცებიც კი არ აკეთებენ, თქვენ წარმოიდგინეთ ესე, რომ მათ არ შეუძლიათ უბრალოდ ბიოლოგიურად, რომ ესე ეზიზღებოდეთ და 5 წუთში ესე უყვარდეთ. 99% ესეთი მამაკაცებს უკეთებენ ჯადოს სხვა ქალბატონები. მნიშვნელობა არ აქვს ეს კაცი იქნება ფულიანი, არაფულიანი, სულ რომ რა გითხრათ უკანასკნელი იყოს. ყველა კაცს ყავს თავისი, ესე ვთქვათ, ბრჭყალებში მუშტარი და ყველა ქალს ყავს თავისი მუშტარი. ამიტომ, როდესაც კაცი მომენტალურად იცვლება და ის ურთიერთობა აღარ გაქვთ, გაცივდა მომენტალურად, უნდა იცოდეთ, რომ თქვენს მამაკაცს აქვს ჯადო და ხშირ შემთხვევაში მიბმა კი არა, უბრალოდ წმენდა სჭირდება.